საქართველოს კინოაკადემია, სტუდია კოცი, დიოგენე 2020 და სოკო სტუდიო დიდ მადლობას უხდიან ინკოგნიტო მეცენატებს პროექტი რადიო კინოს რეალიზებაში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. აუდიო წიგნი მომზადებულია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის რადიო კინოს ფარგლებში 2020 წელი. კონსტანტინე სტანისლავსკი მსახიობის მუშაობა საკუთარ თავზე. მოსწავლის დღიური. ქართული თარგმანი გამოცემულია 1959 წელს. თავი მე-13. ფსიქოლოგიური ცხოვრების მამოძრავებელთა მისწრაფების ხაზი. 94 ჩანაწერი. პოლკები მზად არიან ბრძოლისათვის. სარდლები საგუშაგოზე დგანან. შეიძლება შეუდგეთ ლაშქრობას. როგორ თუ ლაშქრობას? წარმოიდგინეთ, რომ გადავწყვიტეთ დავდგათ დიდებული პიესა, რომელშიც ყველა შესანიშნავი როლი გაქვთ. რას იზამდით პიესის პირველი კითხვის შემდეგ, თეატრიდან სახლში მისვლისას? ვითამაშებდით? გააცხადა ვიუნცოვმა. პუშჩინმა თქვა, რომ შეუდგებოდა როლის გარჩევას. მოლოლეტკოვა კუთხეში მიჯდებოდა და შეეცდებოდა შეეგრძნო როლი. საჩვენებელი სპექტაკლის მწარე გამოცდილებით დასჯილი, მე თავს შევიკავებდი ასეთი სახიფათო ცდუნებისაგან და დავიწყებდი თილისმური ან სხვა თურომით, საგულისხმო ვითარებით და ყველა დანარჩენი ოცნებით. პაშა ნაკვეთებად დააკუცმაცებდა როლს. ერთი სიტყვით მოგმართა ტორცოვმა. თითოეული თქვენგანი ამა თუ იმ გზით შეეცდებოდა ტვინში, გულში, სურვილში ჩასძრომოდა როლს. საკუთარ ემოციურ მეხსიერებაში გამოიწვევდა ანალოგიურ მოგონებებს. შეიდგენდა წარმოდგენას და საკუთარ მსჯელობას სახის ცხოვრების შესახებ. წარიტაცებდა ნებისყოფა გრძნობას და გააგრძელებდა როლზე მუშაობას. თქვენ ჩაბღუჯავდით როლის სულს თქვენი სულის ბრჭყალებით. დაიწყებდით მისდამი მისწრაფებას თქვენი ფსიქიური ცხოვრების მამოძრავებლებით. მსახიობის გონება, ნებისყოფა და გრძნობა ყველა ერთად ძლიერ იშვიათად ჩასწვდება ხოლმე ახალი ნაწარმოების დედაარსს. აღიგზნება მისი შემოქმედებით და გატაცების მომენტში შექმნის მუშაობისათვის საჭირო შინაგან განწყობილებას. უფრო ხშირად ინტელექტი, გონება რამდენადმე აითვისებს სიტყვიერ ტექსტებს, ნაწილობრივ მისწვდება ემოცია, გრძნობას და იწვევს სურვილს, ნებისყოფას, გაურკვეველ ნაკუწ გატაცებას. ან თუ ახალი განსაზღვრის მიხედვით ვიტყვით, ნაწარმოების გაცნობის დაწყებით პერიოდში ყალიბდება ბუნდოვანი წარმოდგენა და სრულიად ზერელი მსჯელობა პიესის შესახებ. ნებისყოფა გრძნობაც აგრეთვე ნაწილობრივ გულშეჯერებულად გამოეხმაურება პირველ შთაბეჭდილებებს და მაშინ შეიქმნება როლის ცხოვრების შინაგანი შეგრძნობა. შინაგანი შეგრძნობა სახელად საერთო. სხვა შედეგს ჯერჯერობით არ უნდა მოველოდეთ, თუ როლის ნამდვილი ცხოვრების აზრი საერთოდ გაიგო მსახიობ. უმეტეს შემთხვევაში შინაგანი დედაარსი თელ სიღრმეს მხოლოდ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ აღწევს. ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, იმ შემოქმედებითი გზის გავლის შემდეგ, რომელიც გაიარა თვით პიესის ავტორმა. მაგრამ ისიც მოხდება, რომ პირველ წაკითხვაზე სიტყვიერ ტექსტს ვერ ითვისებს მსახიობის გონება, ვერ ღებულობს ნებისყოფისა და გრძნობის გამოძახილს, ვერ ქმნის ვერავითარ წარმოდგენას და მსჯელობას წაკითხული ნაწარმოების შესახებ. ხშირად მოხდება ხოლმე ასე იმპრესიონისტული ან სიმბოლისტური ნაწარმოების პირველი გაცნობისას. მაშინ სხვისი მსჯელობის სესხება გვიხდება, სხვისი დახმარებით ვივსებთ სიტყვიერ ტექსტს, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მას. გულმოდგინე მუშაობის შემდეგ ბოლოს როგორღაც ბუნდოვანი წარმოდგენა გაქვთ მის შესახებ. სხვაზე დამოკიდებული მსჯელობა, რომელიც შემდეგში თანდათან ვითარდება. დასასრულს შეძლებთ ასე თუ ისე ჩაითრიოთ მუშაობაში ნებისყოფა გრძნობა და ფსიქიური ცხოვრების ყველა მამოძრავებელი. პირველ ხანებში, ვიდრე მიზანი ბუნდოვანია, მათი მისწრაფების უხილავი დენი ჩანასახის მდგომარეობაშია. მსახიობის მიერ პიესის პირველი გაცნობისას
აღბეჭდილი როლის ცხოვრების ცალკეული მომენტები ფსიქიური ცხოვრების მამოძრავებლების მისწრაფების ძლიერ გაქანებას იწვევენ. აზრი, სურვილები რყევით იჩენენ თავს. ისინი ხან აღმოცენდებიან, ხან გაქრებიან, ხან ხელახლა ჩაისახებიან და ისევ გაქრებიან. გრაფიკულად რომ გამოვხატოთ ფსიქიური ცხოვრების მამოძრავებლიდან გამომდინარე ეს ხაზები, მივიღებთ რაღაც ნაწყვეტებს, კვეთილებს, წყვეტილ ხაზებს. როლის შემდეგი გაცნობისა და მისი ძირითადი მიზნის ღრმა შესწავლის შემდეგ მისწრაფების ხაზები თანდათან სწორდებიან. მაშინ შესაძლებელი ხდება ვილაპარაკოთ შემოქმედების საწყისის ჩასახვის შესახებ. მერე რატომ არკადი ნიკოლოზისძემ პასუხის ნაცვლად უცებ მოულოდნელად დაიწყო ხელების ქნევა, წიხლების სროლა, თავისა და მთელი სხეულის რყევა და ბოლოს შეგვეკითხა: შეიძლება ცეკვა უწოდოთ ჩემს მოძრაობას? ჩვენ უარყოფით უპასუხეთ. ამის შემდეგ არკადი ნიკოლოზისძემ ჯდომარემ დაიწყო სხვადასხვა მოძრაობა, რომელიც ერთიდან მეორეში გადაინაცვლებოდა და ქმნიდა განუწყვეტელ ხაზს. აქედან კი შეიძლება ცეკვის გამომუშავება? გკითხა მან. შეიძლება მიუგეთ ჩვენ არკადი ნიკოლოზისძემ რაღაც ცალკეული ნოტების დამღერება, მათ შორის გრძელი პაუზებით. შეიძლება უწოდოთ ამას სიმღერა? კვლავ შეგვეკითხა ის. არა, ამას და მან რამოდენიმე სასიამოვნო ჰანგი ჩააქსოვა ერთი მეორეზე გადასვლით. შეიძლება არკადი ნიკოლოზისძემ დაიწყო ქაღალდზე ჯღაბნა და თხუპნა წერტილებით, ხაზებითა და ხვეული წერით და შეგვეკითხა: შეიძლება ამას ნახატი უწოდოთ? არა, ხოლო ამ ხაზებისგან შეიძლება მისი შედგენა. არკადი ნიკოლოზისძემ გაატარა რამოდენიმე გრძელი, ლამაზად მოხვეული ხაზი. შეიძლება ამრიგად თქვენ ხედავთ, რომ ყოველ ხელოვნებას უპირველეს ყოვლისა ესაჭიროება უწყვეტი ხაზები. ხედავთ, ჩვენ ხელოვნებასაც სჭირდება ასეთი უწყვეტი ხაზი. აი რატომ გითხარით, რომ როდესაც მამოძრავებელთა მისწრაფების ხაზები გამოსწორდება, ანუ უწყვეტი გახდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება მსჯელობა შემოქმედების შესახებ. უკაცრავად, განა შესაძლებელია ცხოვრებაში და მით უმეტეს სცენაზე უწყვეტი ხაზები, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ წყდებიან. შეედავა გოვორკოვი. ასეთი ხაზი შესაძლებელია, მაგრამ ნორმალურ ადამიანს კი არ ექნება, არამედ შეშლილს და მას ეწოდება იდეა ფიქსე. იდეა ფიქსე ნიშნავს აკვიატებულ აზრს. ხოლო რაც შეეხება ჯამრთელ ადამიანს, მისთვის ზოგიერთი წყვეტილი ნორმალური და სავალდებულოა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გგონია, წყვეტილების მომენტში ხომ არ კვდება ადამიანი, ის ცოცხლობს. ამიტომ ცხოვრების რომელიმე ხაზი განაგრძობს მსვლელობას. აგვიხსნა ტორცოვ. რა ხაზია ის? ამის შესახებ მეცნიერებს შეეკითხეთ. ხოლო ჩვენ პირობა დავდოთ და ვუწოდოთ მას ადამიანის ნორმალური უწყვეტი ხაზი, რომელშიც მოხდება სავალდებულო, უმნიშვნელო შესვენებები. გაკვეთილის დასასრულს არკადი ნიკოლოზისძემ აგვიხსნა, რომ ჩვენ გვესაჭიროება ერთი კი არა, არამედ მთელი რიგი ასეთი ხაზები. ანუ წარმოსახვის მონაგონთა ყურადღების, ობიექტების, ლოგიკისა და თანმიმდევრობის, ნაკვეთებისა და ამოცანების, სურვილის, მისწრაფების და მოქმედების, სიმართლის განუწყვეტელი მომენტების, დამაჯერებლობის, ემოციურ მოგონებათა, თანაზიარობის, შეგუებათა და დანარჩენი ელემენტების ხაზები, რომლებიც აუცილებელია შემოქმედების დროს. თუ სცენაზე გაწყდება მოქმედების ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ როლი, პიესა, სპექტაკლი შეჩერდა. თუ იგივე დაემართება ფსიქიური ცხოვრების მამოძრავებელ ხაზს, თუნდაც მაგალითად აზრს, გონებას, ადამიანი მსახიობი ვეღარ შეძლებს შეადგინოს თავისთვის წარმოდგენა და მსჯელობა იმის შესახებ, თუ რას მოუთხრობენ ტექსტის სიტყვები. მაშა სადამე ის ვერ მიხვდება იმას, რასაც აკეთებს და ლაპარაკობს სცენაზე, როლში. ხოლო თუ გაჩერდება ნებისყოფა გრძნობის ხაზი, ადამიანი მსახიობი და მისი როლი შესწყვეტენ სურვილს და განცდას.
ადამიანი მსახიობი და ადამიანი როლი ცხოვრობენ ყველა ამ ხაზებით სცენაზე, თითქმის განუწყვეტლი. ეს ხაზები აძლევენ მათ მიერ ასახულ პირს სიცოცხლეს და მოძრაობას. როგორც კი გაწყდებიან ისინი, როლის ცხოვრებაც შეწყდება და იწყება დამბლა დაცემა ან სიკვდილი. ხაზის წარმოშობასთან ერთად როლიც აღსდგება მკვდრეთით. სიკვდილისა და სიცოცხლის ასეთი მორიგეობა არანორმალურია. როლი მოითხოვს მარადიულ სიცოცხლეს და მისი ხაზის თითქმის უწყვეტობას. ოთხმოცდამეთხუთმეტე ჩანაწერი. უკანასკნელ გაკვეთილზე თქვენ აღიარეთ, რომ დრამაშიც როგორც ყველა სხვა ხელოვნებაში, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია უწყვეტი მთლიანი ხაზი. დაიწყო დღეს არკადი ნიკოლოზის ძე. გსურთ გიჩვენოთ როგორ იქმნება ეს? რასაკვირველია, ვთხოვეთ მოსწავლეებმა. მიამბეთ როგორ დაიწყო დღევანდელი დილა, გაღვიძების მომენტიდან. მიმართა მან ვიუნცოვს. დაუცხრომელი ჭაბუკი სასაცილო გამომეტყველებით ღრმად ჩაუფიქრდა კითხვას, მაგრამ ვერ ახერხებდა ყურადღების მომართვას წარსულისაკენ, დღევანდელი დილისაკენ. არკადი ნიკოლოზისძე ასეთი რჩევა მისცა მას დახმარების მიზნით. წარსულის მოგონების მიმართ, წარსულიდან კინო დაიწყებთ, წარსულიდან კინო წამოხვალთ, წინ აწმყოს მიმართულებით, არამედ პირიქით, უკან დაიხიეთ, აწმყოდან წარსულისკენ. რომელიც უნდა მოიგონოთ. უკუსვლა უფრო ადვილია, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ახლო წარსულს ეხება. ვიუნცოვმა უცებ ვერ მოისაზრა, როგორ ხდება ეს. ამიტომ არკადი ნიკოლოზისძე კვლავ დაეხმარა. მან უთხრა: ამჟამად ჩვენ სკოლაში ვესაუბრებოდით ერთმანეთს. რას აკეთებდით მანამდე? ან საცმელს ვიცვლიდი. ეს ტანისამოსის გამოცვლა პატარა დამოუკიდებელი პროცესია. მასში დაფარულია სურვილის, მისწრაფების, მოქმედების პატარა მომენტი, ურომლისოდაც შეუძლებელია დასახული მორიგი ამოცანის შესრულება. ტანისამოსის გამოცვლამ დასტოვა თქვენს მეხსიერებაში თქვენი ცხოვრების მოგონების მცირე ხაზი. რამდენიც ამოცანაა, იმდენი პროცესია მათი შესრულების. იმდენივე და ისეთივე მცირე ხაზებია როლის ცხოვრებისა. აი მაგალითად, რა მოხდა წინა ტანისამოსის გამოცვლამდე? ფარიკაობასა და გიმნასტიკაზე ვიყავი. მანამდე სიგარეტს ვეწეოდი ბუფეტში. იმის წინ სიმღერაზე ვიყავი. ყველა ეს თქვენი ცხოვრების მცირე ხაზებია, რომელთაც კვალი დასტოვეს მეხსიერებაში. შენიშნა არკადი ნიკოლოზისძე. ასეთი თანდათანი უკუსვლით ვიუნცოვი დილანდელი გამოღვიძების მომენტამდე მივიდა. მივიღეთ თქვენი ცხოვრების მცირე ხაზების მთელი რიგი, რომლებიც დღეს გაატარეთ დღის პირველ ნახევარში. გაღვიძების მომენტიდან დაწყებული და ამ წუთით დამთავრებული. მათ შესახებ დაგჭათ მოგონება მეხსიერებაში. რათა უკეთესად აღბეჭდოთ ყველა ეგ, იმავე რიგით გაიმეორეთ რამდენჯერმე ახლახან ჩატარებული მუშაობა. წინადადება მისცა არკადი ნიკოლოზის ძემ. მას შემდეგ, რაც ეს დავალება შესრულებული იქნა, მან აღიარა, რომ ვიუნცოვმა არამც თუ შეიგრძნო დღევანდელი დღის წარსული, არამედ აღებეჭდა კიდეც ის. ეხლა გაიმეორეთ რამდენჯერმე ასეთივე მუშაობა ახლო წარსულის მოგონებათა მიმართ, მაგრამ შებრუნებით. ანუ გაღვიძებიდან დაიწყეთ და მოდით იმ მომენტამდე, რასაც ამჟამად განიცდით. ეს დავალება შეასრულა ვიუნცოვმა. ერთხელ კი არა, მრავალჯერ. ეხლა მითხარით, მიმართა არკადი ნიკოლოზის ძემ. გრძნობ თუ არა, რომ ყველა ამ მოგონებებმა და თქვენს მიერ ჩატარებულმა მუშაობამ რაღაც კვალი დატოვეს თქვენში გონებრივი, გრძნობიერების ან სხვა რაიმე წარმოდგენის სახისა და თქვენი ცხოვრების დღევანდელი საკმაოდ გრძელი ხაზის შესახებ. მასზე ამოქსოვილია არამც თუ მოგონებები, ცალკეული მოქმედება და საქციელი, ახლო წარსულში მომხდარი, არამედ თქვენს მიერ განცდილი შეგრძნებებიც, აზრი და სხვა. დიდხანს ვერ მიმხდარიყო ვიუნცოვი, რის შესახებ ელაპარაკებოდა ტორცოვი.
მოსწავლეებმა და მათთან ერთად მეც აუხსენი მას. როგორ ვერ ხვდები, რომ წარსულს თუ გადახედე, მოიგონებ მთელ რიგ კარგ ნაცნობ ყოველდღიურ მორიგ შემთხვევებს, რომლებიც ერთი მეორეს ცვლიან ჩვეულებრივი თანმიმდევრობით. ხოლო თუ ძლიერ ჩაუკვირდები უახლოეს წარსულს, მოიგონებ არამც თუ გარეგან, არამედ დღევანდელი ცხოვრების შინაგან ხასსაც კი. ის ბუნდოვან კვალს ტოვებს და შლეიფივით მოყვება უკან. ვიუნცოვის დუმდა, ეტყობოდა, რომ თლად დაიბნა. არკადი ნიკოლოზისძემ დაანება მას თავი და მე მომართა. თქვენ გაიგეთ, როგორ უნდა აღადგინოთ დღევანდელი დღის ცხოვრების ხაზის პირველი ნახევარი. იგივე მოიმოქმედეთ მეორე ნახევრის მიმართაც, რომელიც დღეს ჯერ კიდევ არ გიცხოვრიათ. მომცა წინადადება მან. რო არ ვიცი რა მომელის ახლო მომავალში, შევეკითხე განცვიფრებულმა. როგორ არიცით, რომ გაკვეთილების შემდეგ კიდევ სხვა საქმე გაქვთ, რომ შინ დაბრუნდებით, ისადილებთ. ნუ თუ არავითარი პერსპექტივა არ გაქვთ საღამოსათვის. სტუბრობა ვინმე ნაცნობთან, თეატრში წასვლა, კინოში, ლექციაზე, შესრულდება თუ არა თქვენი განზრახვა, თქვენ არიცით, მაგრამ ვარაუდი ხომ შეგიძლიათ? რასაკვირველია, დავეთანხმე მე. თუ ასეა, მაშინ რაღა ვარაუდი გაქვთ დღევანდელი დღის მეორე ნახევრის შესახებ? მასშიაც ხომ არ გრძნობთ? მომავლის შორ გავლებულ მთლიან ხაზს თავისი ზრუნვით, ვალდებულებებით, სიხარულითა და უსიამოვნებებით, რომელთა მოგონებების დროსაც თქვენი ახლანდელი განწყობილება ხან მოდუნდება და ხან გამახვილდება. მომავლის ამ გათვალისწინებაშიც აგრეთვე არის მოძრაობა, ხოლო იქ სადაც მოძრაობა არის, იქვე გაივლება ცხოვრების ხაზიც. გრძნობთ თუ არა ამას, როდესაც ჩაუკვირდებით თუ რა მოგელით წინ? რასაკვირველია, გრძნობ. ხვდები, რის შესახებაც მე ბაასებით. გაერთიანეთ წინანდელთან ერთად ეგ ხაზი და თქვენ მიიღებთ ერთ დიდ თლიან გამჭოლ ხაზს წარსულისა, აწმყოსი და მომავლის თქვენი დღევანდელი დღისა, რომელიც გავლებულია უწყვეტად დილას გაღვიძების მომენტიდან საღამოს ძილის პირამდე. გაიგეთ ახლა თქვენი ცხოვრების წვრილმანი ცალკეული ხაზებისაგან, როგორ წარმოიშვება ერთი დიდი მთლიანი ხაზი მთელი დღის ცხოვრებისა. ეხლა წარმოიდგინეთ, განაგრძო არკადი ნიკოლოზის ძემ, რომ დაგავალეს ერთი კვირის განმავლობაში ოტელოს მომზადება. გრძნობთ თუ არა, რომ ამ ხნის განმავლობაში ისეთი საზრუნავი გაუჩნდა თქვენ ცხოვრებას, რომ რაც არ უნდა დაემართოს, მაინც გამარჯვებული უნდა გამოვიდეს ამ გასაჭირიდან. ის მთლიანად შეგბოჭავთ 7 დღის განმავლობაში, როდესაც მხოლოდ ერთი საზრუნავი გექნებოდათ. ჩაგებარებინათ საშინელი სპექტაკლი. რასაკვირველია, გრძნობ ყოველივე ამას, გამოუტყდი მე. იმასაც ხომ არ გრძნობთ, რომ ამ ჩემს მიერ დასახულ ცხოვრებაშიც უფრო გრძელი, ვიდრე წინა მაგალითში, უწყვეტი ხაზია მთელი კვირის ცხოვრებისა, რომელიც განკუთვნილია ოტელოს როლის მოსამზადებლად. დამკითხავდა ტორცოვი. თუ არსებობს ხაზი ერთი დღის, კვირის, რატომ არ უნდა იყოს მთელი თვის, წლის, მთელი ცხოვრების? ეს დიდი ხაზებიც აგრეთვე მრავალი პატარისაგან შედგება. სწორედ იგივე ხდება ყველა პიესასა და როლში. აქაც დიდრონი ხაზები მრავალი წვრილმანი ხაზებისგან წარმოიშვებიან და შემოფარგლავენ ისინი სცენაზე დღის, კვირის, თვის, წლის, მთელი ცხოვრების რომელიმე მანძილს და ასე შემდეგ. რეალურ სინამდვილეში ამ ხაზს თვით ცხოვრება ხლართავს, ხოლო პიესაში მას ქმნის სიმართლესთან ახლოს მყოფი მხატვრული წარმოსახვა, ოცნება დრამატურგისა. მაგრამ როლის მთელი ცხოვრების მთლიან უწყვეტ ხაზს არ სახავს ის, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ, დიდრონი წყვეტილი. რატომ ვერ მივხვდი მე? ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დრამატურგი პიესისა და როლის მთლიან ცხოვრებას კი არ ასახავს, არამედ მხოლოდ იმ მომენტებს, რომელიც სცენაზე გამოაქვთ და თამაშობენ. დრამატურგი ბევრს არ აღწერს იქიდან.
თუ რა ხდება დეკორაციებს გარეთ, რადგან დეკორაცია შემოფარგლავს სცენაზე პიესის მოქმედების ადგილს. დრამატურგი ხშირად სიჩუმით გვერდს სუვლის იმას, რაც კულისებში მოხდა. ანუ რაც მსახიობების მიერ სცენაზე შესრულებულ მოქმედ პირთა საქციელს იწვევს. ჩვენ თვითონ გვიხდება ჩვენი წარმოსახვის მონაგონით შევავსოთ ეს ნაკლი, რომელიც ავტორს გაეპარა პიესის დაბეჭდილ ეგზემპლარში. უამისოდ ვერ მიიღებს სცენაზე მსახიობის მთლიან ადამიანური სულის ცხოვრებას როლში და საქმე გექნება მხოლოდ მის ცალკეულ ნაფლეთებთან. გამცდისათვის აუცილებელია როლისა და პიესის მთლიანი, შედარებით მთლიანი ცხოვრების ხაზი. დაუშვებელია როლის ცხოვრების ხაზის გამრუდება და გადატეხა, არამც თუ თვით სცენაზე, არამედ კულისებშიც. ისინი გლეჯენ წარმოსადგენი პირის ცხოვრებას და ქმნიან ცარიელ, მკვდარ ადგილებს მისთვის. უკანასკნელს ადამიანი მსახიობი შეავსებს უცხო გარეში აზრებითა და გრძნობებით, რომლებსაც არავითარი დამოკიდებულება არ აქვს იმასთან, რასაც ის წარმოადგენს. ეს გარემოება მას სიყალბისაკენ, პირადი ცხოვრების სფეროსაკენ მიაქანებს. თქვათ, მაგალითად, თამაშობთ ფულების დაწვის ეტიუდს. ჩინებულად ატარებთ როლის ცხოვრების ხაზს. ცოლის დაძახებაზე გადიხართ სასადილო ოთახში, რათა დასტკბეთ ბავშვის ბანაობით, მაგრამ იქ მისვლისას შეხვდებით შორიდან მოსულ ნაცნობს, რომელიც პროტექციით შემოუშვიათ კულისებში. მისგან შეიტყობთ რაღაც სასაცილო შემთხვევას, რომელიც თქვენს ახლო ნათესავს დამართვია. სიცილს ძლივს იკავებთ და ასეთ მდგომარეობაში გამოდიხართ დაწვისა და ტრაგიკული უმოქმედობის პაუზის სცენის სათამაშოდ. თქვენ თვითონ იცით, რომ როლის ხაზში ასეთი ჩანართი სარგებლობას ვერ მოუტანს მას და ვერც თქვენ დაგეხმარებათ. მაშასადამე არც კულისებში უნდა გასწყდეს როლის ხაზი. ბევრ მსახიობს არ შეუძლია ითამაშოს როლი კულისებში თავისთვის. ნუ ითამაშებენ, მაგრამ აბა დაუფიქრდნენ, რას იზამდნენ, რომ დღეს მოხვედრილიყვნენ საგულისხმო ვითარებაში. ამ საკითხის გადაჭრა, როგორც სხვებისაც, რომლებიც როლს შეეხებიან, სავალდებულოა ყველა მსახიობისათვის, თითოეულ მოცემულ სპექტაკლზე. ამისათვის მოდის მსახიობი თეატრში და გამოდის მაყურებელთა წინაშე. თუ თეატრიდან წავა მსახიობი, მისთვის დღეს სავალდებულო საკითხის გადაუჭრელად, ისე უნდა ჩათვალოთ, ვითომ მას არ მოუხდია თავისი ვალი. ოთხმოცდამეექვსმეტე ჩანაწერი. არკადი ნიკოლოზიძემ იქიდან დაიწყო გაკვეთილი, რომ ყველა სცენაზე გასვლა გვიბრძანა. მოხერხებულად ჩამოჯდომა მალოლეტკოვას სასტუმროში და ლაპარაკი ვისაც რა მოგვეპრიანება. მოსწავლენი შემოგვამწკრივეს მრგვალ მაგიდასთან და კედლის გასწვრივ. ყველას თავთან კედელზე ელექტრონის ნათურა იყო მიმაგრებული. ყველაზე მეტად რახმანოვი ფუსფუსებდა. ამით მივხვდით, რომ რაღაც მისი ახალი მონაფიქრი უნდა გვიჩვენონ. ჩვენი საერთო საუბრის დროს სცენის სხვადასხვა ადგილას ნათურები ხან აკაშკაშდებოდნენ, ხან ჩაქრებოდნენ. ამასთან შევნიშნე, რომ ნათურები ენთებოდნენ ან იმასთან, ვინც ლაპარაკობდა, ან კიდევ რის შესახებაც ლაპარაკი იყო. მაგალითად, რახმანოვის პირველი სიტყვის წარმოთქმისთანავე ნათურა მასთან აინთებოდა. საკმარისი იყო გვეხსენებინა რაიმე საგანი და მაშინვე ნათურის შუქი დაადგებოდა მას თავზე და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთ გარემოებას ვერ მოუძებნე განმარტება. სინათლის ჩვენი ოთახს გარეთ აფეთქება. სასადილოში, დარბაზში და მის გვერდით მყოფ ოთახებში. აღმოჩნდა, რომ ეს სინათლე იმას ასახავდა, რაც ჩვენი სასტუმროს გარეთ, კულისებში ხდებოდა. ასე მაგალითად, ტალანში მაშინ ინთებოდა ნათურა, როდესაც რაიმე წარსულს მოვიგონებდით. სასადილოში აინთებოდა მაშინ, როდესაც აწმყოზე გქონდა საუბარი. მალოლეტკოვას ბინის დარბაზში მაშინ ნათდებოდა, როდესაც მომავალზე ვოცნებობდით. აგრეთვე ისიც შევნიშნე, რომ განუწყვეტლივ ხდებოდა აფეთქება. მთლიანად ვერ მოასწრებდა ჩაქრობას პირველი, რომ მეორე უკვე ანთებული იყო.
ტორცოვმა აგვიხსნა, რომ აფეთქება ასახავდა ობიექტთა უწყვეტ ცვალებადობას, რომელიც შეუჩერებლად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად ან შემთხვევით წარმოებს ჩვენს ცხოვრებაში. ასევე უნდა ხდებოდეს სპექტაკლზეც. როლის შესრულების დროს განმარტავდა ტორცოვი. თავარია ობიექტები იცვლებოდნენ განუწყვეტლივ და ქმნიდნენ მთლიან ხაზს. ეს ხაზი აქ უნდა გადიოდეს სცენაზე, რამპის აქეთ, ჩვენ მხარეს და არ უნდა გადავიდეს მის მეორე მხარეს, მაყურებელთა დარბაზში. ადამიანის ან როლის ცხოვრება ობიექტების ყურადღების წრის შეუჩერებელი ცვლაა, ან ჩვენს გარემომცველ რეალურ ცხოვრებაში, სცენაზე, ან წარმოსახვითი სინამდვილის სფეროში, ან წარსულის შესახებ მოგონებათა ხაზით, ან მომავლის შესახებ ოცნებებში, ოღონდ არა თეატრის მაყურებელთა დარბაზში. ხაზის ეს უწყვეტობა უაღრესად მნიშვნელოვანია მსახიობისათვის და თქვენ უნდა განამტკიცოთ იგი თქვენში. სინათლის დასურათების მეშვეობით ეხლა გიჩვენებთ თქვენ თუ ცხოვრების ხაზი როგორ უწყვეტლი უნდა გაატაროს მსახიობმა მთელი როლის მანძილზე. გადადით პარტერში, მოგმართა ყველას, ხოლო ივანე პლატონის ძე წავიდეს ელექტროპულტთან და დამეხმაროს. აი რა პიესას ვითამაშებ. დღეს აუქციონია აქ. რემბრანდტის 2 სურათი იყიდება. მყიდველების მოლოდინში მე და მხატვრობის ერთი მცოდნე მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად შევაფასოთ სურათები. ამისათვის ხან ერთს ვათვალიერებთ, ხან მეორეს. ტორცოვის ხელში მყოფი ნატურა რომ ჩაქრა, ოთახის ორივე მხარეს რიგრიგობით ხან ემთებოდა და ხან ქრებოდა ნატურები. ასევე აზროვნებაში წარმოდგენით ვადარებთ ჩვენს სურათებს რემბრანდტის სხვა უნიკუმებს ჩვენსა და უცხოეთის მუზეუმებში. ხან ჩაქრებოდა და ხან აინთებოდა გონების თვალით მუზეუმებში წარმოდგენილი სურათების ამსახველი ტალანის ნატურა, რომელიც კედელზე ჩამოკიდებულ ორ ნატურას ენაცვლებოდნენ. ეს უკანასკნელები კი თითქოს სასადილო ოთახში ჩამოკიდებულ ორ სურათს ასახავდნენ. ხედავთ ბჟუტავ ნატურებს, რომლებიც უცებ აენთნენ შემოსასვლელ კარებთან. ეს წვრილფეხა მყიდველები არიან. მათ მიიქციეს ჩემი ყურადღება და მე მათ უხალისოდ ხვდები. თუ მხოლოდ ასეთი კლიენტები მოვლენ, მე ვერ შევძლებ ჩემი სურათების ფასის აწევას. ვფიქრობ ჩემთვის. ისე გავერთე ჩემს ფიქრებში, რომ აღარავის და არაფერს ვამჩნევ. ყველა წინანდელი ნატურები ჩაქრნენ. ხოლო ზევიდან ტორცოვს დაანათა სინათლის მოძრავმა შუქმა, რომელიც ყურადღების მცირე წრეს გამოხატავს. ის მასთან ერთად მოძრაობდა, სანამ არკადი ნიკოლოზისძე დადიოდა ოთახში. უყურეთ მთელი სცენა და უკანა ოთახები აელვარდნენ ახალი ნატურებით. ეს უცხოეთის მუზეუმთა წარმომადგენლები არიან. ამის შემდეგ არკადი ნიკოლოზისძემ დაგვიხატა როგორც შეხვედრა, აგრეთვე თვით აუქციონიც. მისი ყურადღება განსაკუთრებით ძლიერ გამახვილდა, როდესაც დიდი უსიამოვნებით დამთავრებული, გააფთრებული ბრძოლა დაიწყო მთავარ მყიდველებს შორის, რაც სინათლის ათამაშებით იქნა გადმოცემული. დიდი ნატურები ერთად და ცალ-ცალკე ემთებოდნენ და ქრებოდნენ, რაც ლამას სურათს ქმნიდა. თითქოს შუშხუნის ფინალური აპოთეოზიაო. თვალები აგვიჭრელდა. შევძელი თუ არა დამესურათებინა თქვენთვის, თუ როგორ იქნება სცენაზე ცხოვრების განუწყვეტელი ხაზი. შეგვეკითხა არკადი ნიკოლოზისძე. გორკომმა განაცხადა, რომ ტორცოვმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რაც სურდა. თქვენი ცით რა გეთაყვა? სრულიად საწინააღმდეგო დაგვიმტკიცეთ. ვაგას ვერ ვხედავ, მსახიობის ყურადღება შეუჩერებლივ გადადის ერთი ობიექტიდან მეორეზე. ყურადღების ობიექტთა სწორედ ეს მუდმივი ცვლა ქმნის განუწყვეტელ ხაზს, ხოლო თუ მსახიობი ჩაებღაუჭა ერთ რომელიმე ობიექტს და მთელი აქტის ან პიესის მანძილზე არ მოსცილდა მას, მოძრაობის არავითარ ხაზს აღარ ექნება ადგილი, ხოლო თუ მაინც შეიქმნა ის, ეს იქნება სულით ავადმყოფის ხაზი, რომელსაც როგორც გითხარით იდეე ფიქსე, ანუ აკვიატებული იდეა ეწოდება.
მოსწავლენი არკადი ნიკოლოზიძეს გამოესარჩლნენ და დაადასტურეს, რომ მან თვალსაჩინოდ განმარტა თავისი აზრი. მით უკეთესი, თქვა მან, მე გიჩვენეთ ისე, როგორც უნდა ხდებოდეს ეს ყოველთვის სცენაზე. შედარებისათვის მოიგონეთ ის, რაც უმეტეს შემთხვევაში ემართებათ მსახიობებს სცენაზე და რასაც არასოდეს ადგილი არ უნდა ჰქონდეს იქ. თავის დროზე იმავე ელექტრონის ნათურებით დაგისურათეთ ეს. ისინი მხოლოდ იშვიათად აბჟუტებდნენ სცენაზე, როდესაც მაყურებელთა დარბაზში თითქმის განუწყვეტლივ ელვარებდნენ. როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, რომ მსახიობის ცხოვრება და ყურადღება მხოლოდ წუთიერად აღსდგებოდეს სცენაზე და შემდეგ კი დიდი ხნით ჩაკვდეს და გადატანილ იქნეს მაყურებელთა დარბაზში ან თეატრის კედლებს გარეთ. შემდეგ ხელახლა მობრუნდეს, რომ ისევ გაუჩინარდეს დიდი ხნით. ასეთი თამაშის დროს სცენაზე მსახიობის ცხოვრების მხოლოდ რამოდენიმე მომენტი ეკუთვნის როლს, ხოლო დანარჩენ დროს ისინი უცხონი არიან მისთვის. ხელოვნებას არ ესაჭიროება გრძნობათა სხვადასხვა სახის ასეთი ნარევი. მას ისწავლეთ სცენაზე შექმნა განუწყვეტელი, შედარებით განუწყვეტელი ხაზით ფსიქიური ცხოვრების თითოეული მამოძრავებლისა და თითოეული ელემენტისათვის. საქართველოს კინოაკადემია, სტუდია კოცი, დიოგენე 2020 და სოკო სტუდიო დიდ მადლობას უხდიან ინკოგნიტო მეცენატებს პროექტი რადიო კინოს რეალიზებაში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის. აუდიო წიგნი მომზადებულია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტის რადიო კინოს ფარგლებში 2020 წელი.